და ღმერთმა დაიფაროს მე მოვიდა ის მთავრობა რომელიც ჩემი აზრით სამართლიანად მოვიდა ამ ქვეყანაზე და მე მათ მხარს უჭერ თუ ეს ამ მთავრობამ ეს საქმეები ვერ გადაწყვიტა და ვერ მოაგვარა ვერ მიიყვანა ბოლომდე მე სტრასბურგამდე მივალ და არ მინდა რომ უჩილო ამ მთავრობას კიდევ ვიმეორებ რა იმიტომ რომ თავარი დამნაშავეები დადიან გარეთ გავლენიანი ხალხი რომელთანაც ყველგან აქვს კომუნიკაციები კიდევ ვიმეორებ ამიტომ კიდე ვიმეღი მე საზოგადოება ამ სიხალბეს არ დაიჯერებს დაიჯერებს მაშინ თუ აჩვენებენ რისი გულისთვის მოკლეს მუტარობაკიძე აი მის გამო დაიწყო მე ის იარაღები ჩადება და ყველაფერი მე ამდღან არ მინდოდა ირაკლი ფირცხალავაზე ხელი დამედო ირაკლი ფირცხალავა თუ მართალია კანონი იმას გაამართლებს და ის 15000 ლარი რაც შეიტანა უკან დაუბრუნდება მაგრამ დავწმუნდი რომ ბოლომდე აქვს მონაწილეობა მიღებული და ის პასუხს აგებს კანონთანაც ჩემთანაც კაცურად იმიტომ რომ მას შეეძლო ეს ჩემთვის ეჩვენებია პირველად ეს თუ სიმართლეა მაგრამ იქ ბევრი ხარვეზია და თქვენ ნახავთ იქ ნაგანი როა გადაგდებული წავიდან ერთი დუნობის პანთეონიდან და სადმე ნახონ ბუჩკი იქ ახლომახლო თუ არის რომ ნაგანი სადმე ჩააგდოს ვინმე იქ ეს არაფერი არ არის ეს იგივე კადრებია რაც იყო ვახო კომახიძის ფილმში და ქალაქში მკვლელია იგივე შემოხაზული ავტომატი და იგივე ის ნაგანი საწაიგეს დანარჩენი ავტომატები და დანარჩენი ლიმონკები ვინ მოიტანა ამ ხალხმა და ესენი აგებენ პასუხისგებლობას ესენი ვერ გაიქცევიან კიდევ ვიმეორებ მაჩვენონ ჩემი შვილი რისთვის მოკლეს რატომ მოკლეს თუ ის ისროდა და ააცილა ბაშალეიშვილს როგორც ამბობს მიქაძე რომ ავტომატი სად არის ის ავტომატი რომელიც თვითონ ამოუღეს ჩემს შვილს და უთქვეს თვითონ ბაშალეიშვილი ამბობს ეხლა რომ არ ქონია რობაქიძეს იარაღი კითხვა ისმის მაშინ კმილებამდე შეერაღებული პოლიციელები რომლებიც აგინებენ ბავშვებს ბანდიტებივით იქცევიან რაღაცას მარტო ამაში არის პასუხისგებაში უყოლა მიცემული თუ მისაცემი თუ გინდა სიმართლე გითხრათ რა ესენი ფორმაში პოლიციის ფორმაში გადაცმული ბანდიტები არიან სულ თუ გინდა სიმართლე გითხრათ ვინც იქ არიან რატომ ბავშვს არ უშველეს მე რა ვნახე ეს ჩემი თვალით ნეტა არ მენახა გამაბოროტეს რომ ბავშვი სულთქავს და არავინ არ ეხმარება თუ ასია მაშინ გეუნებით სისხლის შეინიკდება და უკან არა ვარ დამხევი არაფერზე და ყველა აგებს ამაზე პასუხს მთავრობას მაშინ დელის და ეხლანდელის დიდი მადლობა ბატონო სოსო დაგემშვიდობებით